მოგესალმებით თქვენ უყურებთ ისარს, წარმოგიდგენთ პლატფორმას, რომელსაც გაუძღვებიან გიორგი მელაშვილი და არჩილ გამზარდია. დღეს ჩვენი სტუმარი არის ზაზა ბიბილაშვილი. ზაზა, მოგესალმებით. მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. სასიამოვნოა თქვენთან სტუმრობა. აღონ სასიამოვნო არა ის სიტუაცია რის გამოც გვიწევს საუბარი. რბილად რომ თქვა. ხო, რბილად რომ თქვა, იმიტომ რომ აი რაღაც მართლა რიტორიკული გახდა, რომ ამოდით ადამიანს რომ მიესალმები და სტანდარტულად მოყვება როგორ ხარ, ძალიან რიტორიკული გახდა. მოდი მივყვეთ ზაზა ამ პროცესს. ოსტატურად ბოლო პერიოდში გაქრა, ქონდა ქართულ ოცნებას სულ რომ რაც კიდე გაეკეთებინა, ჩვენი მთავარი ღირებულება ადამიანი. აი ეს დისკურსული რაღაცა პრაქტიკა საერთოდ ამოვარდა, ფორმალურადაც უკვე ვეღარ ამბობენ ამ ყველაფერს და აღარ ტენიან ამ ფრაზებს, იმიტომ რომ ამ ყველაფერს გადამკიდენ რომ ჯობია ეგ არ თქვა, იმიტომ რომ აბსოლუტურად მათ საწინააღმდეგოდ იმუშავებს თავიანთი მომხრეებში, მიხედვისა ვიღაცა თუნდაც თავისიანი ამ ყველაფერს ამართლებდეს რაღაც თავისი мотиваციიდან, უფრო ვიდრე გადასახედიდან. რა ტიპის ფენომენთან გვაქვს საქმე? ანუ კი ერთი მხრივ ტოტალიტარიზმის დამკვიდრების პროცესია, მაგრამ ამ ყველაფერსაც რაღაცა ესეთი შედარებითი შრეები აქვს ხოლმე. აი ახლა ჯამში რისკენ მიდის ეს ყველაფერი, ბიძინა უნდა გახდეს თუ არა თავარი ტოტალიტარი, რომელიც ამ ეპოქაში ისე სულ რამდენიმეა შემორჩენილი. ხო, მე ზოგადად მიყვარს ხოლმე დიდ სურათზე კონცენტრირება, ვინაიდან რაც უფრო ახლოს მივდივარ, და ზუსტად აი შრეები ხშირად არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საფუძველი დავინახოთ, შეიძლება პროფესიული ჩვევაა ჩემი ასეთი, როდესაც იურისპრუდენციაში სასამართლოში მე გაქვს საქმე, ამ სასამართლო საქმეს როგორც წესი აქვს ხოლმე ძალიან ბევრი დეტალი, ნიუანსი, რომელსაც შეიძლება გაგიტაცოს, ზოგი ძალიან საინტერესოა, ზოგი არ არის მაინდა-მაინც რელევანტური, მაგრამ გიშლის ერთიანი სურათის აღქმაში ხელს, ამიტომ ყოველთვის ჯობია ხოლმე რომ კონცენტრირდე, ანუ ჯერ მიხვდე რა არის მთავარი, აღმოაჩინო რა არის მთავარი და მე კონცენტრირდე ამ 1, 2 ან 3 მთავარ თემაზე. თუნდაც პრაქტიკისთვის, ხო? აი სუფთა პრაქტიკული მიდგომა რომ ავიღოთ, როდესაც მეორე მხარეს არის მოსამართლე, რომელსაც აწერია ასობით ადამიანი საქმე, მოსამართლე სანამ შეიძლება და გვეწოდებინა იმისთვის, რაც სასამართლოში ხდებოდა, იმიტომ რომ დღეს სასამართლო აღარ არის სასამართლო, მხოლოდ ფორმალურად ქვია ამ შენობათა და ადამიანთა ერთობლიობას სასამართლო, მაგრამ როდესაც მეორე მხარეს არის მოსამართლე, რომელსაც ასობით საქმე აწერია, მას შეიძლება არ ქონდეს ადამიანური რესურსი იმისა, რომ აღიქვას ყველა ეს შრე, ყველა ეს ნიუანსი, ყველა ეს დეტალი და ამიტომ შეუნა დაეხმარა რომ გამოკვეთო ის მთავარი. ანალოგიურად რომ გადმოვიტანოთ ეს ჩვენ ყოველდღიურობაში ადამიანებს უამრავი საზრუნავი აქვთ, ვერავის ვერ მოუთხოვ და არ უნდა კონდეს მოლოდინი რომ მაინდა-მაინც ყველა დეტალზე შეძლებს ყველა კონცენტრირებას და პირიქით ეს დეტალები გამოყენებული იქნება იმისთვის რომ დიდი სურათი დაგვაკარგინოს. პროპაგანდის ერთ-ერთი წესი ესეც არის მათ შორის რომ დაგვაბნიოს და იმდენი დეტალი, იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოგვაყაროს რომ ადამიანები დაიბნენ, დეზორიენტირდნენ, ზოგმა თქვას რომ ყველა ერთია, ზოგმა თქვას რომ ნუ რა აზრი აქვს, ან ჩემს აქტივობას და ჩემს აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება და შესაბამისად არსებული მოცემულობა დარჩეს. აი ეს არის მათი მიზანი, ხო? ამიტომ რომ კონცენტრირდეთ დიდ სურათზე, დავიწყოთ იმით, რომ ქართული ოცნება ყოველთვის დიდწილად იდგა პროპაგანდაზე. ანუ სიტყვები მათთვის იყო მართვის მეთოდი. მე ხშირად ხუმრობდი ხოლმე რომ ქართული ოცნება ამბობდნენ ხო ივანიშვილი ამას დაპირდა ხო ივანიშვილი დაპირებებს ხსნიდა. გავიხსენოთ ხო მაგალითად იპოდრომი 3-ჯერ თუ 4-ჯერ გადასცა ქალაქს. სრულფასოვანი კამპანია აწარმოა მისმა პროპაგანდისტულმა მედიამ ხალხის დასარწმუნებლად რომ ივანიშვილმა ან მისმა ფონდმა იპოდრომი გადასცა ქალაქს ან ეხლა გადასცემს ან აი ეს მოხდება ხო არ მიყვარს ხოლმე შედარებები თუმცა ხანდახან მიყვარს მაგრამ ნუ აი წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ იმაში რომ სააკაშვილი ხშირად ხსნიდა დაუმთავრებელ ობიექტებს. რაც მართლა ასე იყო. არ იყო ობიექტი დამთავრებული, მაგრამ მას უხაროდა თუ მიიჩქაროდა თუ რაღაც კონკრეტული თარიღი იყო დათქმული და აი იმ თარიღზე დამთავრებული იყო თუ არა ესა თუ ის ობიექტი, მივიდოდა და გახსნიდა ამას, ხო? კი ბატონო, ჩვენ რას ვხედავთ ბოლო წლებია ვხედავთ ძალიან ხშირად იმას, რომ რაღაც არ არსებულ აბსურდს დახატავენ ბილბორდზე, გააკეთებენ პრეზენტაციებს, გაუშვებენ იმედის ეთერში სიუჟეტებს, ანუ რეალურად დაპირებებს ხსნიან.
ერთი ასეთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო. ერთი წლის წინ თუ წელიწად ნახევრის წინ იყო ასეთი მომენტი გეხსოვნება თქვენს, როდესაც გაჟონა მედიაში ინფორმაცია ამის თაობაზე, რომ ივანიშვილი ღარიბაშვილს, რომელიც მაშინ პრემიერი იყო, ეძახის რაც გინდათ ის დაუძახეთ, ხო? ანუ ამანო სამართალი და იურისპრუდენცია არ იცისო, ფინანსები არ ესმისო და მაშინ თქვენი მდივანი იყო თუ თანაშემწე და რა ვიცი, რაც გინდათ ის დაუძახეთ, ხო? ამ ინფორმაციამ გაჟონა პარასკევი დღე იყო თუ სწორად მახსოვს და მთელი შაბათ-კვირა, მთელი ერი ელის იმას, რომ აბა რა სიტყვის პრემიერი ორშაბათს, ხო, გამოვა და ვიღაც უბირი კაცი, რომელიც მაშინ ჯერ ფორმალურადაც არ არის დაბრუნებული საპატიო თავმჯდომარის პოსტზე, ვიღაცა ტიპი იძახის, რომ აი ეს არაფრის მცოდნე ადამიანია, უბრალოდ რაც გინდათ ის დაუძახეთ და აქ დავდე რა. რა მოხდა ორშაბათს თუ გახსოვთ, გამოვიდა ღარიბაშვილი და თქვა, რომ ამა და ამ წელს საქართველოს მშპ ერთსულ მოსახლეზე იქნება ესა და ეს ციფრი, არ გამომიმეორებ რა მნიშვნელობა აქვს. და უცბად თელმა ერმა თავისი ინტელექტუალური ელიტით, ეკონომისტებით, მოაზროვნეებით, ჩვეულებრივი ადამიანები დაიწყო მსჯელობა, რომ ახლა რამდენად რეალისტურია ეს ციფრი, ხო? კლასიკური ყურადღების გადატანის რა თქმა უნდა, ამას აკეთებენ ძალიან წარმატებით და ამას აკეთებენ წლებია. გავიხსენოთ გარეჯი საქართველოს სპეცოპერაცია. გარეჯი საქართველოს სპეცოპერაცია ჩატარდა 2020 წელს და მას შემდეგ ალიევთან და აზერბაიჯანულ მაღალჩინოსნებთან შედგა ალიევთან დაახლოებით 10 შეხვედრა იყო პირადად უმაღლეს დონეზე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერთან და ასე საგარეო საქმეთა მინისტრთან კიდევ მინიმუმ ერთი მაგდენი, ხო? ერთხელ მაინც დაისვა შეხვედრაზე გარეჯის საკითხი? მე ხო არ ვამბობ, რომ ეს ადვილი გადასაწყვეტი საკითხი. ხო, ამის ფუნქცია არის ის, რომ დაილეკოს, ხა მიწის ზედამეტროების არ იყოს, ისეთი რგოლები ატრიალეს მაშინ. ზოგიერთ შემთხვევაში ამისი პრინციპი ხო ის არის, რომ ქავეცნობიერში დაილეკოს როგორც პოზიტიური მესიჯი, რის გამოც შენ დადებითი გაწყობა გექნება მთქმელის მიმართ. ანუ კარგ რაღაცებს თუ შემპირდები, შეიძლება ტვინმა კიდეც შეუძლებლად ჩათვალოს, მაგრამ სასიამოვნო, აი რო გვეტყვიან ხოლმე ზონაში მომატებლებს, მე მგონი გახდი და კი ვიცით, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ დადებითი ემოციები გექნება. ანუ ესეც და იგივე გარეჯის кейსზე ეს იყო გაბუნდოვანების პრინციპი, იმიტომ რომ დაკონკრეტების ინტერესი ხელისუფლებას ვერ იქნებოდა мотиваციიდან გამომდინარე და გააბუნდოვანი სიტუაცია, საიდანაც ყველა მისაკრიფა რაც უნდოდა და ძირითადი პროპაგანდის ღერძი სადაც გავიდა, ისე შემოატრიალეს. ოღონდ სინამდვილეში მან ტრაგედია ჩვენი როგორც სახელმწიფოს და საზოგადოების ტრაგედია არის ის, რომ აი ამ ყველაფრის ფონზე მათი ძალაუფლების შენარჩუნების ფასად ჩვენ რეალურად ვთმობთ ეროვნულ ინტერესებს. აი რასაც ამბობენ, იმას აკეთებენ. რასაც ხვას აბრალებენ, იმას აკეთებენ თვითონ, ხო? გარეჯზე საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ვიღაცამ წინა ხელისუფლების დროს გაყიდა გარეჯი, რაც აღმოჩნდა 100% ტყუილი, თუმცა რა მოხდა სინამდვილეში? სინამდვილეში მოხდა ის, რომ გარეჯის არსებობის 1600 თუ 1500 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად ქართველები ვერ შევდივართ გარეჯის მონასტრის მონასტერთა გარკვეულ ნაწილში. ვერ შევდივართ. ესეთი ეპიზოდი იყო ერთხელ წინა ხელისუფლების დროს, რომელიც თუ არ ვთქვი, ორი კვირა გრძელდებოდა კონკრეტული დიპლომატიური პრობლემის გამო. ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში ქეციქითა გარეჯში ვეღარ შევდივართ. ვერც მომწველები და ვერც ტურისტები. ზაზა ეს ასეთი ძალიან ბევრი რიგოზლად დავასახელოთ, ეს უკვე გახდა რაღაც სამეცნიერო კვლევის თემა, რომ მთელი ამდენი ინსტრუმენტი ერთად მოაგროვა, იმიტომ რომ რაც მეც ასახელებ, აღმოაჩინე რომ მitmeti კიდე დაგჭა დასახელებელი, მაგრამ აი ამ ალყაში როგორ ხერხდება, იცი რა ტიპის ზემოქმედება ადამიანებზე? რომ მათი მთელი ყოველთვის გაცნობიერებული მსოფლმხედველობა ამოტრიალდა. ანუ მაგალითად კი ეგ ყველა ხელისუფლებას ყავს, მაგალითად ადამიანები იყვნენ, რომელიც გარეშე мотиваციისა რა როგორ იყო წინა ხელისუფლების დროს, როცა ხედავ როგორ დღეში ჩააგდეს კონკრეტული ადამიანები, რომელიც შეიძლება და უფრო მსუბუქად და მარტივად დაეშალათ, იყვნენ ხალხი, რომლებიც ამას თვლიდნენ, რომ ეს ასე და კიდევ უარესადაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნუ იდეაში ჩვენ ხო უფრო უნდა პროგრესირებულიყავით ამ პროცესიდან, არა და დღესაც არიან ადამიანები, ცუც არა, დღეს ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ უფრო მეტს გამეტებას ითხოვს. ანუ მე ასეთი სიგნალებიც მათი მომხრეებისაგან შემიმჩნევია, რომ აი ამ ადამიანების მიმართ, ახალგაზრდების მიმართ, ვისაც პირდაპირ ვიზუალურადაც კი მარტივად ეთყობათ რა დღეშიც ჩააგდეს, ბრჭყალებში სრული გულწრფელობით უნდათ მათი განადგურება. აი რა ალყა, რანაირად ხერხდება, ანუ ეს სულ ცდილობ, რომ ამოხსნა ის, რაც არ მოგწონდა, მით უმეტეს ის, ვინც გაიარა. აი მე მაგალითად
თამამი მივიყავი წინა ხელისუფლების კრიტიკის დროს, ეთერში ვიყავი, კი ხანდახან სტუდენტებიც მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ სულ გვეშინია რომ მეორე დილა სადღაც სამკვდარი არ გიპოვონ, ან რაღაცა ციხეში არ წაგაყუდონო, მაგრამ მე ვლაპარაკობდი და ფაქტია რომ მე ყოშთვაში ესეთი პირდაპირ არანაირი დისკომფორტიც კი არ განმიცდით, დავდიოდი ეთერ ვლაპარაკობდი რასაც თვითონ საჭიროდ. აი დღეს ეს ყველაფერი ისე ამოტრიალებული, ვინც გადაიტანა ხო მისგან ეს რაღაცა ემოციური ინტელექტის კავშირი უფრო მეტი უნდა იყოს, ანუ როგ ცემეს თავის დროზე შენ ხო იცი რა ტკივილია, შენ ხო ხვდები ის რა ტკივილია, გაიზარდე შვილი ყავს თანტორი, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს შენს შვილის წაწინააღმდეგოდ მოტრიალდეს. რა ტიპი შიშებია, რა არის, ანუ მე მაინც რომ მივყვები, რასაც პოულო პასუხებს, საკმარისი არ არის რომ ავხსნა, როგორ ფიქრობ? რანაირად ახერხებენ არადაინტერესებულ პირებზე, არამედ ასე ვთქვათ, არადაინტერესებულ პირებზე ასეთ ზემოქმედებას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძალიან ხშირ შემთხვევებში ეს იყო სუბიექტური мотиваცია. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რახან წეგან ვახსენე ჩემი პირველადი პროფესია, იურისტობა. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც პრობლემა ჰქონდა სასამართლოსთან, მათთვის პრობლემა იყო არა ის, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, არამედ მათთვის პრობლემა იყო წინა ხელისუფლების დროს. ამეთ მათთვის პრობლემა იყო ის, რომ მე ვეღარ ვაწყობ, მე ვეღარ ვიძლევი ქთამს. მე აღარ, მაგრამ თანასწორობა დაირღვა, იმიტომ რომ დაუშვათ კონკრეტული ადამიანი იქიდან აკონტროლებს ან თვით ცენზურის ძევლად აქცევს მოსამართლეს, ხოლო მე აღარ მაქვს საშუალება რომ თანასწორობა აღვადგინო იმით, რომ პირობითად შევთავაზო ამ მოსამართლეს ქრთამი. აი ეს იყო მათი რეალური мотиваცია, უბრალოდ ამას ღიად ხო ვერ იტყვი. ამიტომ რაღაც გაილაშქრებდი იმაზე, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი. ანუ мотиваციის ნაწილში იყო არასწორი. იგივე ეპიზოდი შემიძლია გავიხსენო უკვე სხვა ჭრილში, იულია ლატინინა, რომელმაც ბოლო წლებში ცოტა აურია, მაგრამ მაშინ და კაი ხნის განმავლობაში ძალიან სწორ და სააღ პოზიციებზე იყო. წერს, როდესაც ის მიფრინავდა ერთ-ერთ ჯერზე სადღაც და მას დაემგზავრა ქართველი, რომელიც წინა ხელისუფლების მიმართ იყო ძალიან კრიტიკულად განწყობილი. და როდესაც საუბრობდნენ მაშინდელ რეფორმებზე, თქვა რომ კი ჩვენთან ყველაფერი ეს არისო, რა ქვია, ნუ დაიწყო იმით, რომ ესე იგი ვერ სუნთქავ თავისუფლად, ასე შემდეგ, ნუ ყველა კლიშე გაიმეორა და მე რო გადავედი დეტალებში, მოყვა იუსტიციის სამინისტროს რეფორმები, იუსტიციის სახლი, პასპორტი, ბიზნეს რეგისტრაცია, განბაჟების პროცედურები, გადასახადების გადახდის პროცედურები, ნებართვების პროცედურები, გადასახადების შემცირება და ასე შემდეგ და მე რო შეყვა ამის ანალიზი ლატინა იძახის რომ ეს იყო როგორც აღმოვაჩინეო, იყო შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთი ნუ არც თუ ისე სუფთა წარმომადგენელი, რომელიც მანამდე ცხოვრობდა კორუფციული გზით და ხო ვერ მოტყოდაო ეხლაო რომ ქრთამი მინდაო ისე ვავიღო. მეუბნებოდა რომ აი ხა ეს ყველაფერი უსამართლობა არისო. ამას მივყავართ პასუხამდე, რაც დაისვა წეგან, ხო, დღეს ჩვენ სინამდვილეში ვიმყოფებით ერთი მხრივ ძალიან დიდ გეოპოლიტიკურ ომში, მაგრამ მეორე მხრივ თუ მიკროდონეზე დავიყვანთ, ხო, ანთროპოლოგიურ ომში. ანუ ჩვენი ორი ცხოვრების წესი ებრძვის ერთმანეთს, ხო? ერთი ცხოვრების წესი არის, რომელიც გეუბნება, რომ შენ თავარია ვიღაცას იცნობდე, იყო ჩუმად, ვიღაცასთან დაალაგდე რაღაცის ფასად რა არის ინდისი ხო? ინდისი შეგიძლია გაყიდო პრემიად, ბონუსად, თანამდებობად და ასე შემდეგ და მეორე ცხოვრების წესი, ჩვენი ცხოვრების წესი, რომელიც გეუბნება, რომ შენ უნდა ისწავლო, უნდა იშრობო, უნდა შეხვიდე ღია კონკურენციაში სხვებთან, უნდა გამოხვიდე სადღეგრძელოს ტიპის სოფლახქმიდან და თვალსაჩინარიდან და გადახვიდე ისეთ სამყაროში, სადაც ყველაფერი არის გაზომვადი, ყველაფერი შეგიძლია შეეჯიბრო სხვას კონკურენტებს და აჯობო მათ რაც თავარია, ხო? მეორე მხრივ აი აქ, როდესაც საუბრობენ ისეთ რაღაცებს, რასაც ოცნება შეგნებულად აკეთებს და ეს ძალიან ორველიანურია, აი ღირსება და ასე შემდეგ, კაცობა, მეობა, ჩახუტება, ანუ ყველაფერი არაგაზომვადია, ხო? აი გვახსოვს იყო 2016 წელს მაგალითად 2012-ში თუ მოვიდა ოცნება ძალიან კონკრეტული დაპირებებით 5 მილიონი თითო სოფელს, 100 მილიონი ზუგდიდის ეკონომიკას, ყველა დევნილი უნდა დაკმაყოფილდეს და ბიძინა ამბობდა რომ 4-დან 6 მილიარდ დოლარამდე ჭირდება და ამისთვის ყველაფერი დათვლილი მაქვს, რომ უნდა იყოს სოლარიუმი ურეკის ყველა სასტუმროში, ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, ხო? ასე მოვიდნენ, მე აღმოჩნდა რომ არაფერი არ 100 ქარხანა ყველა სოფელს კი არა და მთელ საქართველოში მე ამბობდნენ რომ 100 ქარხანაა პირველ წელს კი არა, პირველ 4 წელიწადში კარგი, არაფერი არ გააკეთა. მე 2016-ში მოვიდა ერთი დიდი ყანწით. და ეს რა იყო? ნუ აი ძმობა, ერთობა, ჩახუტება, სიამტკბილობა და ასე შემდეგ. ანუ რეალურად შინაარსისგან დაცლის აღგზელო იყო. და ჩვენ როგორც ხედავთ, ოცნებამ შექმნა მოდი ვთქვათ, რუსულმა მმართველობამ, ძალიან ჭკვიანურმა, ძალიან ვერაგულმა მმართველობამ შექმნა სისტემა, როდესაც ადამიანებს ეუბნება, რომ შენ არ გჭირდება განათლება.
ნუ აი ყაველაშვილის დასახელება ამის ძალიან თვალნათელი მაგალითია, იმიტომ რომ ხა ჩემთვის ძალიან ალბათ ყველა ჩვენგანისთვის პირობითი დატვირთვა აქვს თუ ვინ იქნება პრეზიდენტი, თვითონაც ამბობენ ამას. ბიზნესთვის აქვს კონცეფციის დატვირთვა. რა თქმა ჩვენთვის უნდა. არა. კი, ზუსტად ამას ვამბობდა. მეორე მხარისთვის ამას აქვს დატვირთვა იმისა, რომ უთხრას ადამიანებს, რომ არა აქვს მნიშვნელობა შენ რა გეცოდინება რამე, არ გეცოდინება რამე, მთავარია შენ იყო მორჩილი, მთავარია შენ იყო აი ამ სისტემის ერთ-ერთი ჭანჭიკი. შესაბამისად, იქ ან იყო დებილი, რომელსაც გულწრფელად გჭერა ჩემი. ხო, უკვე აღარ ვიცი მოდ ხო, ანუ გააზრებული და გაუაზრებელი, მაგრამ შედეგობრივად იდენტური. ჩვენ ანუ ცხოვრების ორი წესი ებრძვის ერთმანეთს, ვიმეორებ, აი გრუზინული წესი, ლუარსაბ-თათქარიძეობა, რომელიც არის რუსისთვის იდეალური ქართველობა, იდეალურია რუსისთვის აი ესეთი ქართველი, ხო? ეგზოტიკური, ზარმაცი, უბიცი, უბირი და მეორე მხრივ ქართველი, რომელიც არის კონკურენტუნარიანი, მცოდნე, მშრომელი, წარმატებული, გამარჯვებისთვის მებრძოლი. მაგრამ აი ეს კატეგორია ზაზა მაგალითად ეგ ერთ და ერთსაც ვიტყვი ძალიან დიდი ბოდიში, მთავარამდე არ მივსვამ, მთავარი არის პროპაგანდა. ანუ ჩვენ საუბრობდით ადამიანებზე, მე მგონი სწორად გავიგე, რომელსაც შეიძლება რაღაც სუბიექტური მიზანი თუ მიზეზი არც გქონდეთ, ხო? მე ჩემ თავზე ჩამიტარებია ექსპერიმენტი, მიყურებია რუსული პროპაგანდისტულია, რომელიღაც არხისთვის ქართულენოვანი იქნება ეს თუ რუსულენოვანი, სადღაც 1 საათის განმავლობაში. არ მინდა ხა ეს არათამდაბლურად გამომივიდეს, მაგრამ მე 80-იანი წლებიდან აი ოჯახიდან ვარ დატრენინგებული იმაში თუ როგორ უნდა ვებრძოლო პროპაგანდა, როგორ უნდა აღმოვაჩინო პროპაგანდა. მამა ჩემი, ბიძა ჩემი, რომლებიც ძალიან კარგად იცნობდნენ საბჭოთა კავშირს, რუსეთს, მასწავლიდან როგორ მეკითხა სტრიქონებს შორის, ოდესაც ვკითხულობდი გაზეთს, როგორ გამეგო სინამდვილეში რას გულისხმობს პროპაგანდისტი, როცა ვუყურებდი ქართულ ან რუსულ ტელევიზიას, ხო? აი მეც კი, რომელიც ვთვლი რომ ამ სფეროში ძალიან მომზადებული მოქალაქე ვარ, ხო? ერთ-ორჯერ შევკრთები, ვიფიქრე რომ ახლა ვიჩქმიტო რა, იმდენად მაგარია ეს პროპაგანდა, რომ 1 საათის თავზე რაღაცეებში კინაღა მეჭვი შემატანინა. ეხლა წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც წლიდან წლამდე მხოლოდ ამას უსმენენ და უყურებენ. ადამიანები, რომელსაც არ ევალებათ, მოდი ასე ვთქვათ, ანუ ამას აბსოლუტურად თანაგზნობი და თანამოგვით ვამბობ, ხო, ადამიანი სოფელში, რომელიც იბრძვის ყოველდღიურად იმისთვის, რომ ოჯახი გამოყვებოს. იმას არ აქვს საკვები, იმას არ აქვს შემოსავალი და მისი საზრუნავი არ არის რაღაც მაღალი მატერიები და იდეები. და ეს იმედი ან რუსული რომელიღაც ტელევიზია სულ ფონად არის ჩართული. ანუ მისი არჩევანი კი არ არის, მაინდა-მაინც რომ ეს აირჩიოს. სხვა არც მოდის იქ, არაფერი არ იწევს. ზოგჯერ ეს იწევს უკურეაქციას. მაგალითად ხუმრობდი, რომ წინას აარჩევნოთ, სახელმწიფო არხებს უფრო უყურებდი, რომ დარწმუნებულიყავი, თუ კი რაიმე მაკლდა, ვეჭობრო დასარწმუნებელი ყოფილიყავი, მაგრამ მაინც ჩემს არჩევანში, ანუ კიდევ უფრო მტკიცე რო ყოფილიყავი, ანუ როდესაც აი ამ პროპაგანდას უკურეაქციას იწევს, ანუ იმდენად ხელოვნური, იმიტომ რომ ჩვენთან მოდი ესეც ვაღიაროთ, რომ პროპაგანდის ნაწილი შეიძლება ცოტა მაღალი ხარისხით ხორციელდა, მაგრამ რაღაცები ძალიან მდარია. ყოველ შემთხვევაში იმას, რასაც სახელმწიფო არხები აკეთებენ, ძალიან მდარია. უერთეს პროპაგანდას ვერც კი შეედრებია. არ ვიცი მაგაში დაგეთანხმები თუ არა, აჩიკო, იმიტომ რომ მე მგონი ოცნებად დგას პროპაგანდაზე ერთ-ერთი მთავარი მითი, რომელიც ოდითგანვე თვითონვე დანერგეს ჩემი აზრით არის, რომ ოცნებას პიარი არ უარგა. და მე მაშინვე როცა პირველად შემხვდა ეს კლიშე, მაშინვე ვთქვი ოცნებას პიარი უარგა კი არა, მხოლოდ პიარი უარგა. პიარზე დგას ოცნება, ხო? წაღარ ვახსენეთ როგორ ხსნიან დაპირებებს და ყველაფერს უცვლიან შინაარს, ხო? სინამდვილეში აი ეხლა მაგალითად ბოლო სერია ამ ყველაფრისა არის, როცა კალაძემ თქვა რომ გამარჯვებებით სავსე ქალაქი, ანუ სიტყვა გამარჯვებაც უნდა წაბილწოს, ვინაიდან ეს გამარჯვება არის ის, რაც ჩვენ დაგვრჩა ქართულ ხალხს, ხო? ოცნება, იმედი და ძალიან ბევრი ისეთი მშვიდობა, ეს ხო, ღირსება, აი სიტყვები, რომლებიც ადამიანისთვის ძალიან ძვირფასია, შინაარსისგან დაცალეს და წაბილწეს. ეხლა უნდა გამარჯვებაც წაბილწონ, ხო? ამას აკეთებენ ძალიან ჭკვიანურად, ძალიან ეფექტურად და ჩემი აზრით საკვანძო მნიშვნელობის არის პროპაგანდის როლი ამ ყველაფერში. ხშირად ვიმეორებ და ნუ ზოგი ამბობს რომ ხო ხედავ რომ არ ცვლიან ამას და რა გინდაო, მაგრამ მაინც გავიმეორებ. ჩვენთვის უნდა იყოს ამოსავალი წერტილი და ყველაზე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომ გაიხსნას საზოგადოებრივი მაუწყებლის და იმედი უფრო მნიშვნელოვანია, იმედის ეთერი. გაიხსნაში რას გულისხმობ, ანუ ჩვენ უყურებთ ორ საქართველოს, ხო, იმედზე დაახლოებით 2018 წლიდან მიიღეს გადაწყვეტილება, იმედზე არ მიუღიათ ალბათ FSB-ს, რომელიღაც კაბინეტში მიიღეს ეს გადაწყვეტილება ან გერეუსი, რომ შეწყდეს ოპოზიციურ არხებზე კრიტიკულ არხებზე სახელმწიფო წარმომადგენლების გაშვება, აეგრძალოთ
ხოლო იმედზე და სახელმწიფო არხებზე შეწყდეს ოპოზიციური წარმომადგენლების და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მოწვევა. შესაბამისად, მათ შექმნეს სრულიად სტერილური გარემო, სადაც აი ამ რაღაც საინფორმაციო ველში არ შედის არანაირი კრიტიკული კითხვა. სხვა ინფორმაცია კი არა, უბრალოდ კითხვა. აი მე პირადად რომ 1 საათი იმედის ეთერში, ან 15 წუთი გნებავთ იმედის ეთერში, დავსვამ რამდენიმე კითხვას, რომელიც მათ საინფორმაციო ბადეს არევს. უბრალოდ აი ჩამოშლის მათ საფუძვლისეულ მაგრამ ნახე სვეტებს, რაზეც დგას მათი პროპაგანდა. ხას მინდა კიდევ პასუხი ვუპოვნო 2008-12 წლებში პრაქტიკულად არ არსებობდა ეგრეთ წოდებული არასახელმწიფო ტელევიზიები და პროპაგანდის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, იმიტომ რომ პრაქტიკულად იყო კიდე შემთხვევები, როდესაც ნახეთ, რომ ერთი და იგივე იდენტური ტექსტი იყო სამარხზე წაკითხული. ეგ არ ნიშნავს კარგ პროპაგანდას, ეგ იყო ჩემი აზრით იყო ძალიან ცუდი პროპაგანდა, მათ შორის იყო Real TV, რომელიც იყო კოშმარი, ანუ აბსოლუტ პროპაგანდა კი არ იყო, ეს იყო ფეხში გასროლა ოჩერების. კი, მაგრამ რა მინდა იცი თქვა, რომ იმ მოცემულობაშიც კი, როდესაც ამ წლებში 2008-2012 წლებში პრაქტიკულად დეფიციტი იყო, განსხვავებული აზრი, არათუ მედია საშუალება, რომელიც ამაზე 24 საათიან რეჟიმში იმუშავებდა, იმ ყველაფერმა უკუ რეაქცია გამიწვია. ანუ ამის მიუხედავად რეალობის განცდაც, მანკიერებების დანახვაც, მათი ინფორმაციის გავრცელებაც, პლუს იმ წლებში ბიძინას გამოჩენამდე თითქმის ყველა ოპოზიციური სუბიექტი გამარგინალდა, გარდა ერთი პატარა ეპიზოდისა, რომელიც 2008 წელს, ასე ვთქვათ, სააკაშვილმა როდესაც ხელახალი არჩევნები დანიშნა ვადამდელი. აი, როდესაც რა გვაქვს პრობლემა, როდესაც იმ დროს ეს მანკიერებები ისე გაიშალა, რომ პირიქით პოზიტიური ნაწილებიც კი გაქრა, რაც იყო არაერთი მათ შორის, რაზედაც წეგან ლაპარაკობდი და ახლა როდესაც ალტერნატიული ინფორმაციის სივრცე ბევრად მაღალი, ბოლოს და ბოლოს სოცმედია არსებობს და გახსნილია მთლიანი საინფორმაციო ველი ჯერჯერობით, მოდი დავაზუსტოთ მაინც, დღეს ეს ყველაფერი უფრო რთულია. აი ეს ფენომენი რამ გამოიწვია? ხო, მე წეღანას თქვი რომ ბოლომდე ვერ დაგეთანხმები იმაში რომ მაშინ პროპაგანდა კარგად მუშაობდა. დავიწყოთ პირველ რიგში იმით რომ მხარეები ვინ იყო, ხო? ანუ ერთ მხარეს იყო რუსული უშიშროება, პირდაპირ თქვათ, რომელსაც ჰქონდა პუტინის მოსვლის დღიდან ძალიან წყობრი ხედვა იმისა, თუ როგორი სამყარო უნდა რუსეთში და რუსეთის გარშემო. და ამისთვის აკეთებდა ყველაფერს. ხო, ეხლა დასავლეთმა გამოიღვიძა 2022 დასაწყისში, ზოგმა ცოტა ადრე, მაგრამ ნუ სანამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია არ დაიწყო, დასავლეთის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ნებიერ განცხრომაში იმყოფებოდა Nord Stream 2-ს აძლევდა კურთხევას და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში პუტინმა ეს ომი დაიწყო 99 წელს, როგორც კი გახდა რუსეთის პრემიერი და მალევე გახდა რუსეთის პრეზიდენტი, ხო? ამ ყველაფერთან საქართველოში ლოკალურად დაპირისპირება მოხდა ჩემი აზრით, ძალიან არაეფექტური მეთოდებით. აი, რახან საუბრობთ 2008-2012 წლებზე, ჯერ ვახსენეთ ის Real TV, რომელიც, საერთოდ რო არ არსებული იყო, ბევრად ეფექტური იქნებოდა, ხო, რაღაც კოშმარი, თვითდაზიანების რეჟიმში, კომიკური. ბუდიში Real TV-ზე როცა საუბრობთ, ოცნებასაც ყავს ანალოგიური. პოზიტივი არაფრით არ განსხვავდება. ბევრად უფრო ეფექტურია პოზიტივი, ვიდრე ანუ Real TV სასაცილო იყო, საერთოდ არ იყო ეფექტური, პოზიტივი სადაც რეკომენდაციით პოზიტივის უფრო უნდა ჩაუჭდე. არა, პოზიტივი აკეთებს ისეთ რაღაცას, რაც სინამდვილეში გასაკეთებელი არის, ეხა აქ არ განვევცობი რა მიმართულებით, მაგრამ მათი გადმოსახედიდან ღირებულ საქმეს აკეთებს. ხო, რო დაუბრუნდეთ 2008-12 წლებს, მე მაგათად რეკომენდაციას ვაძლევდი ვისთანაც ჰქონდა შეხება, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ვეუბნებოდი, რომ შეუძლებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს მაგალითად ასავალ-დასავალი და ამას არ პასუხობდეთ. და მეუბნებოდი, რომ ასავალ-დასავალი, ერთი გაზეთია რა. ანუ ყველა გაზეთი, რომელიც მასში არსებობდა 1-2 გამონაკლისის გარდა, ყველა რადიო 1-2 გამონაკლისის გარდა, ძირითადად ხო მუშაობდა აი ამ რუსული კლიშეების გავრცელებაზე. აი ზოგიერთი კლიშე არის აბსოლუტურად სიგიჟის ზღვარზე. და ამბობდნენ რომ ამას როგორ უნდა უპასუხო, ხო, ამას როგორ შეიძლება რომ ამ დონეზე დავიდეთ. ეხლა ნახეთ რა მოხდა. ყველა ის კლიშე, რომელიციშვა ასავალ-დასავალის ფურცლებზე, ნელ-ნელა მიგრირდა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების რიტორიკაში. ანუ დღეს მოცემულობაა ის, რომ რა ვიცი, 26000 გაუპატიურებული ვაჟკაცი დადეს ჩვენ შორის და სანდრა ორგანოებით ვაჭრობდა და ასე შემდეგ. ყველა ტყუილი, ყველა კლიშე, ყველა სიბინძურე, რომელიც რუსულმა პროპაგანდამ მოიგონა და ჯერ გაზეთის ფურცლებიდან დაიწყო, ნელ-ნელა წამოვიდა პოლიტიკურ მეინსტრიმში, თუ ამას მეინსტრიმი შეიძლება დავარქვათ, ხო? ანუ ჩემი აზრით ის პროპაგანდა
თუ რაც ჰქონდათ რა ვიცი ხა ცოტა ისე ირონიულად რო ვთქვა ნეტა ყოფილიყო ისეთი ეფექტური და არ ყოფილიყო ბიძინა, მაგრამ არ იყო ის ეფექტური. აქეთ ამ ხარეს ნახეთ, აი ყველაფერი იმდენად ნაფიქრია, გათვლილია ეთნოფსიქოლოგიაზე, ვის რა ატრიგერებს, როგორი რეაქცია არის. მაგალითად, რო გავიხსენოთ როგორ იყო საბჭოთა პროპაგანდა, ხო? იდენტური იყო თითქმის იმისა, როგორც არის დღეს პუტინის პროპაგანდა და ამ ყველაფრის შვილობილი თუ ორგანული ნაწილი არის ქართული ოცნების პროპაგანდა. ერთი მაგალითი, როდესაც ვსაუბრობ მშვიდობაზე. კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო აგრესიული და ტირანული სახელმწიფო იყო საბჭოთა კავშირი, ხო? და თუ გავიხსენებთ იმას თუ რაზე ეყრდნობოდა საბჭოთა კავშირის პიარი, ასე ვთქვათ, რა იყო ეს? ეს იყო მშვიდობა. ანუ რო გადავხედოთ საბჭოთა კავშირის არსებობას, აი ამ 70 წლის მანძილზე, მათი მთავარი მესიჯი იყო, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, ხოლო მეორე მხარეს არის მშვიდობას რუსული კონცეფცია, რომელიც მათ შორის 2008 წლის ომს დაედო საფუძვლად და იგივე უკრაინაში ინტერვენციას. ხო, და მეორე მხარეს ამბობდნენ, რომ არის აი საერთაშორისო იმპერიალისტური ბანაკი, რომელსაც სურს გლობალური ომის გაჩაღება. ეს შეგიძლიათ ნახოთ იუმორისტულ გაზეთებში, პუბლიკაციებში, გაზეთებში, ტელევიზიაში. ეს ხაზად გაყვება. კაპიტალიზმის და ამერიკის შეერთებული შტატების ნიანგი გახსოვს ჟურნალი ძალიან კარგად ალბათ და იმის მთელი კონცეფცია ამაზე იყო აგებული, მაგრამ კიდევ ერთი მიზეზი ხომ არ შეიძლება იყოს ზაზა კუდი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე პუტინთან აკავშირებდა, იმიტომ რომ ღია ინტერვიუები, რაც მიხეილ სააკაშვილს გამოუხთქვამს, იქ ძალიან კარგად აჩვენებს, რომ მას გარკვეული წლები 2003-ში, 4-ში, 5-ში მე ვფიქრობ, რომ 6-ში დაიწყო ყველაზე სერიოზული პრობლემები მიხეილ სააკაშვილს პუტინთან. იყო საკმაოდ ღია, თბილი, ინტენსიური, იმიტომ რომ ყובה ზოგიერთ ინტერვიუში დაღურეკე პუტინმა ასე მითხრა, რევოლუციის მერე მითხრა, რომ აჭარა ცხო დაგიბრუნე და აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ხმა არ ამოიღო და მე ასე, ანუ რომელიც ყველანაირი პოლიტიკური ეტიკეტის მიღმა ურთიერთობები იყო, რაც ჰქონდათ სააკაშვილსა და პუტინს და მათ შორის იმუშავა ფაქტია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მთავარი შრომავალი სააკაშვილის სასარგებლოდ. გარკვეული კუდები, რომლიდანაც 2006-ში განთავისუფლდა ჩემი გადასახედიდან ყოველ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი, როდესაც დაიწყო აი ჩვენი მოქალაქეების გამოყრა სატვირთო თვითფრინავით, როდესაც გაზი გაგვითიშა და ამ შემდეგ 6-დან უკვე გაიმიჯნა ჩემი ვერსიით, გაიმიჯნა რა სააკაშვილი პუტინს მაქსიმალურად და დამოუკიდებლობისკენ წავიდა. ამას მოყვა უკვე რუსეთის მზადება 2008 წლის ომისთვის და ამიტომ მარტო ბოლო თვეები კი არა, როგორც ზოგი ამბობს. საერთოდ ის 2 წელი უკვე პირდაპირ ემზადებოდა რუსეთის საქართველოს დასაპყრობად. მაგრამ ეს კუდები მაინც სააკაშვილს პუტინთან ახლო და კარგი ურთიერთობისა და უშუალო საუბრებისა ფაქტია, რომ მოყვება. ესეც ხომ არ არის რაღაცა ფაქტორი, რომელიც აი ამ სურათზე მაინც მოქმედებს, იმიტომ რომ ეს იყო, მაგრამ ასე ვთქვათ, ესეც სიტყვებს შორის უნდა წაიკითხო, როცა სააკაშვილი ყვება პუტინსა და თავის ურთიერთობებზე. ხო, სიტყვებს შორის ნამდვილად უნდა წავიკითხოთ, იმიტომ რომ მე არ გონია, რომ იქ თუნდაც ერთი წუთით ყოფილიყო გულითადი ატმოსფერო, ან გულითადი მეგობრობის ფონი ამ ყველაფრისა. 2003 წელს, როდესაც ჩვენთან მოხდა ვარდების რევოლუცია და 2004-ის მაისში, როდესაც აჭარაში მოხდა აჭარის ბათუმის რევოლუცია, ამ დროს პუტინი ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. გავიხსენოთ, ეს ის დროა, როდესაც მას ბოლომდე არ აქვს მიყვანილი მედიის მონოპოლიზება, ანუ ეს გუსინსკის ამბები და სხვა ოლიგარქებთან ბრძოლა არის გაქანებულ სტადიაში, ანუ აქტიურ ფაზაშია. ეს არის დრო, როდესაც ჩეჩნეთში ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ანუ რუსეთს თავის ტერიტორიაზე აქვს უსერიოზულესი პრობლემები და ჩეჩნური დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი რაზმები და ზოგი მათ შორის ტერორისტიც, რომელიც იქ იყო ჩანერგილი, რეიდებს ახორციელებენ რუსეთის სხვა რეგიონებში. ეს არის პერიოდი, როდესაც პუტინს ჯერ კიდე გავლენა არ აქვს მოპოვებული თვითმმართველობებზე, არ აქვს, ანუ მას არ შეუძლია გუბერნატორების დანიშვნა, ანუ პუტინი არის სუსტი, ხო? მას არ აქვს ის რესურსი, რომელიც შემდეგ გაუჩნდა ნელ-ნელა. მათ შორის არც ენერგეტიკული თვალსაზრისით. გარკვეულ დემოკრატის თუ რა არის რა ტერმინი გამოიყენო, რაღაცა ისეთი ტიპის თავისუფლებას, რომელიც გამოც შეიძლება სააკაშვილისთვის ნორმალური პარტნიორი ყოფილა. არა, ნორმალური პარტნიორი არა, მოდი ასე ვთქვათ რა, ორივე რო შევადაროთ ერთმანეთს, ახლა ჯერთის დეტალები არავინ არ ვიცით, მათ შორის კონკრეტულად რა ითქვა, მაგრამ იგივე ბიძინა რო გახდა პრემიერ-მინისტრი, პირველი საწავიდა, ან სტრასბურგში წავიდა, ხო თუ ბრიუსელში წავიდა, მიშა რო გახდა პრეზიდენტი, წავიდა მოსკოვში, ანუ ეს არ არის თვალის ახევის, ეს არის თვალის ახევის თემა არ არის,
არის იმდენ რამდენადაც იმის მინიშნება თუ ვისთან გინდა დაალაგდე ხო ანუ რუსეთთან მე ძალიან კარგი მათ შორის თბილისშიც მოეწყო ეკონომიკური ფორუმი 2004 წლის დასაწყისში თემა იყო და მცდელობა იყო იმისა რომ აი რა გინდათ გითხარით ხო არა ეკონომიკური ინტეგრაცია გინდათ თანამშრომლობა გინდათ ყველა რაციონალური გზა მისაღებია ჩვენთვის ეროვნული ინტერესი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხოლო თქვენთვის თუ არის რაღაც ლეგიტიმური ინტერესი რაღაც ეკონომიკური თემები რა პრობლემაა ხო ეკონომიკა არის 21 საუკუნის და თანამედროვე სამყაროს და მით უმეტეს ინტეგრაციის და მშვიდობის ერთ-ერთი საფუძველი მშვიდობა ეკონომიკური ინტეგრაციით და მოხდა ევროპის კონტინენტზე მათ შორის ხო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანუ თავისთავად ეს იყო მისაღები ეს ერთი მეორე ის რომ იმ პერიოდში იყო ამის ცდელობა მაგრამ ეს ცდელობა მე ვერ დაგეთანხმები რომ 2006-მდე გაგრძელდა იმიტომ რომ ეს ცდელობა დასრულდა აჭარის რევოლუციისთანავე ის სიტყვები რომელიც პუტინმა მაშინ თქვა და ნუ ჩვენ ეს ვიცით პრესიდან იყო რომ ჩვენგან მეტი საჩუქარს ნუღაელით მიხეილ სააკაშვილმა თვითონ თქვა ეგ რომ ამის შემდეგ მითხრა მეტი ამბიციები არა და ამის მერე 2 თუ 3 თვეში იყო მცდელობა ცხინვალის რეგიონის დაბრუნების ესეც გვახსოვს ეს იყო 2004 წლის აგვისტოში რაც დასრულდა ძალიან მძიმედ მაშინ რუსებმა მოგვიკლეს 18 მებრძოლი მე ანუ ეს არ იყო რაღაც შეიარაღებული ფორმირებები რუსების მესიჯი იყო რომ დამთავრდა ყველაფერი ანუ ეს კოაბიტაცია თუ რაღაც კეთილგანწყობის ილუზია რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა რუსეთთან გაგრძელდა სულ რაღაც 8 თვე ის რომ პუტინი უშიშროების პროდუქტი იყო ან რა იყო მათი საერთო გადაკვეთა, როდესაც სააკაშვილისთვის სააკაშვილს კი არა, დასავლეთს გაეპარა და 2022 წლის ჩათვლით 2022 წლის გერხარდ შროდერი გაზპრომის ბორძოვე ეჯდა აგერ ბუშინდლამდე. პირობები მაინც კიდე სხვა იყო, ჩვენთან კიდე სხვა ტიპის ურთიერთობები იყო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ჩემ მეგონი ინტერვიუ გინდა არა ზაზასთან, არამედ სააკაშვილთან. არა, მე ისიც უნდა ითქვას, რომ არა, მე ანალიზი უფრო მაინტერესებს, თორემ მიხეილ სააკაშვილს ამ შეკითხვებზე პასუხები ღია დააქვს ნათქვამი, მაგრამ მე მინდა ამოხსნა, რატო იცი, რომ ამას თუ ამოხსნი, ზოგჯერ გონია, რომ ვიპოვნი რაღაცებში პასუხს დღევანდელ ვითარებასთან და ხო, მოდი დღევანდელზე გადმოვიდეთ, თქვენი ნებართვით, იმიტომ რომ ეხა ჩვენ ისეთ რაღაცაზე ვჯელობთ, რაც პირდაპირ მნიშვნელობით 20 წლის წინ მოხდა, ხო? მაგრამ ამიტომ დავშკითხვა, და ამიტომ მაინც თავის იმ პერიოდზე იმშალა. იმის პასუხები ხო არ მიგვიყვანს თქო დღევანდელ კითხვების პასუხებამ. მე შემიძლია ჩემი გადმოსახედიდან ძალიან წყობრად ჩამოვაყალიბო თუ როგორ მიგვიყვანს იმის პასუხები დღევანდლამდე, როგორც საქართველოს კონტექსტში, ასევე საერთაშორისო კონტექსტში. ჩვენ ვახსენეთ პუტინის დამოკიდებულება და პუტინს ჰქონდა ძალიან წყობრი ხედვა იმისა თუ რისი მიღწევა სურდა, ხო? გიორგისაც უსაუბრია აგერ მიუნხენის კონფერენციაზე 2007 წლის, როდესაც პუტინმა პირდაპირ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო მე-20 საუკუნის მთავარი გეოპოლიტიკური კატასტროფა, ამას წაუყრუა დასავლეთმა და მან გააგრძელა ძალიან თანმიმდევრული სვლა იმ მიმართულებით, რომელსაც ქვია რუსული იმპერიის აღდგენა. როდესაც დასავლეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში, პუტინმა თქვა, რომ პასუხები მზად გვაქვს, უნდა ეს დამაშნიეს ზაგატოვკი, ასე თქვა და ეს იქნება ასიმეტრიული პასუხები. ხო, ანუ ასიმეტრიული ნიშნავს იმას, რომ პასუხს ვერ გაგცემთ კოსოვოში, მაგრამ გაგცემთ სხვაგან. მაშინვე ითქვა საქართველოში, მაშინდელი ხელისუფლების მიერ, რომ ეს პასუხი დიდი ალბათობით იქნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. რამდენიმე თვეში იყო ბუქარესტის სამიტი, რომელიც პირდაპირ თქვა კრახით დასრულდა დასავლეთისთვის, იმიტომ რომ მაშინ უკრაინამ და საქართველოს ვერ მიიღეს ის, რაც უნდა მიიღოთ. ეხლა ხან გამოვიდა მერკელის წიგნი, სადაც ცდილობს რომ თავიდან ბოლომდე გაამართლოს საკუთარი გადაწყვეტილება. იოტისოდენა პასუხისგებლობას არ იღებს. გასთავარი ამაზე მე თვითონ წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ვრცელი რევიუ წავიკითხე ამ წიგნზე რამდენიმე დღის წინ და იქ საუბარი იმაზე რომ არც დახარჯო დრო ამ წიგნის კითხვაზე. რაც მე გადავავლე თვალი, საერთოდ იოტისოდენა ანალიზი არა აქვს. ადამიანი ცდილობს რომ გაამართლოს საკუთარი ყველა გადაწყვეტილება. და ამ მხრივ ამ წიგნის ფასეულობაც საკმაოდ დაბალი არის. გეთანხმები აბსოლუტურად, ეხლა მეც ასეთ შტაბ-ეტირება დამჩა, რომ მერკელი ცდილობს მისი ლეგასი, მისი მემკვიდრეობა გაამართლოს, ვინაიდან პუტინის შეჭრამ უკრაინაში, ყველა ის მითი გააკარწყლა, რომ თურმე მერკელი იყო წარმატებული პოლიტიკოსი. მერკელის ლეგასიზე თუ საუბრობთ, მერკელის მემკვიდრეობა ყველაზე კარგად გაანადგურა თავად გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელმაც მერკელის წასვლის შემდეგ აირჩია და შემდეგი გერმანიის კანცლერი იქნება ფრიდრიხ მერცი, რომელიც არის მერკელის სრული ანტითეზა, ანუ სრული წინააღმდეგობა. ეს ადამიანი იყო, რომელიც ებრძოდა მერკელს ყოველთვის და დღეს ხდება CDU-ს თავმჯდომარე. ანუ ჩვენ მივიღეთ სრული გადატრიალება ამ სიტუაციას. დღეს
მერკელისეული პოლიტიკის გამაგრძელებელი არის არა მისი პარტია, რაც ლოგიკური იქნებოდა, არამედ ოპოზიციური პარტია, SPD, სოციალისტები. ამიტომ მერკელის მემკვიდრეობაზე საუბრისას ესეც არის ძალიან კარგი ინდიკატორი, რამდენად დიდი ჩავარდნა იყო და მათ შორის უპირველეს ყოვლისა 2008 წლის გამო. აბსოლუტურად გეთანხმები და ამ წიგნში რომ დავასრულოთ ის არგუმენტი, მერკელი ერთი მხრივ რაღაცას ხსნის და ხსნის იმ მიზნით და იმ მოტივით, რომ გაამართლოს საკუთარი ქმედებები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რევიუსთან დავეყნობით არის თუ რას არ ამბობს, საერთოდ გვერდს უვლის საკვანძო დეტალებს. და ამ საკვანძო ერთი კითხვის დასმითაც კი, როგორც წეგან თქვით, იმედის ეთერში რო შემიშვა მეთქი, შეიძლება მას ჩამოინგრეს თელი ნარატივი. 2008 წლის აპრილში არის ბუქარესტის სამიტი და ძალიან მალე იწყება რუსების ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. დასავლეთის წინააღმდეგ მათ გაიყვანეს რაღაც ხელშეკრულება დადეს ოკუპირებულ აფხაზეთთან, რაღაც ხელშეკრულება გააუქმეს, დსთ-ის ხელშეკრულებიდან გამოვიდნენ, რომელიც გზავნიდა გარკვეული ტიპის ქმედებებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, დაიწყეს იქ რკინიგზის აღდგენა, დაიწყეს იქ დამატებითი ჯარების შეყვანა, ჩამოაგდეს ქართული დრონი, ეს ხდება ივნისში იმავე წლის, დაიწყეს აქტიური დაბომბვები ქართული სოფლებისა ივნისში და ივლისში და აგვისტოს პირველ დღეებში უკვე ცხინვალის რეგიონში და ამ ყველაფერს მოყვა ლოგიკურად ინტერვენცია და ის ხუთდღიანი რომელიც ვნახეთ. აქედან გამომდინარე ჩვენ გაგვიჩნდა მაშინ იმედი რომ დასავლეთი ადეკვატურად შეაფასებდა რუსეთს. ამ პერიოდისთვის მე მინდა გავიხსენოთ და შემზარავია იმის გაცნობიერება რომ ეს ყველაფერი მომხდარია და დასავლეთი ამას უბრალოდ არ უყურებს. ამ პერიოდისთვის მომხდარია რა? მომხდარი არის ბესლანის ტრაგედია. ბესლანის ტრაგედია რაზე მიუთითებს? ეს იყო ეპიზოდი, როდესაც ტერორისტებმა აიღეს ბესლანში, ჩრდილოეთ კავკასიაში სკოლა და რუსებმა პირდაპირ იერიში მიიტანეს ამ სკოლაზე, რის შედეგადაც მოკვდა 300 ბავშვი. და სხვათა შორის თუ გახსოვს, ძალიან დიდი როლი ითამაშა დღევანდელი Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა სიმონიანმა, რომელიც დღეს ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია. კი ბატონო. კი ბატონო. ნორდოსტი როდის იყო? კიდე ნორდოსტი ცოტა უფრო ადრე 2004 წელი იყო თუ სწორად მახსოვს, ანალოგიური სიტუაცია, როდესაც ტერორისტებმა აიღეს თეატრი, ნებისმიერი კინოთეატრი და ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო, ნახევრად დემოკრატიული სახელმწიფო, ნებისმიერი ისეთ სახელმწიფო, რომელსაც ადამიანი ფაქტორია საერთოდ გადაწყვეტილებებში, ყველანაირად მოიქცეოდა, რუსეთმა რა ქნა, უბრალოდ აიღო და გაზი შეუშვა. ანუ 250 ადამიანი მოკლა რუსეთმა. საკუთარი მოქალაქე მოკლა იმისთვის, რომ მოეკლა 8 ტერორისტი. ამ დროისთვის მომხდარია იანდარბიევების აფეთქება ყატარში. იანდარბიევი იყო ჩეჩენი ლიდერი, ის საკუთარ შვილთან ერთად ააფეთქეს მანქანის ქვეშ დადებული ბომბით. გავიხსენოთ ახლა რა მოხდა. ეს ბომბი რუსებმა ყატარში ჩაიტანეს დიპლომატიური პოსტით. დიპლომატიური პოსტით ჩაიტანეს, დაუდეს, ანუ ჩვეულებრივი ტერორისტული სახელმწიფოა ამ დროს, ხო და დასავლეთი ამას არ იმჩნევს. დაუდეს მამაშვილს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მამაშვილს მანქანის ქვეშ, დაიღუპა იანდარბიევი, ანუ ვინც იყო სამიზნე და ყატარის ხელისუფლებამ აღმოაჩინა ვინ იყო დამნაშავე და ეს ორი ეგრეთ წოდებული დიპლომატი და სინამდვილეში ტერორისტი აიყვანეს, დააკავეს. რუსეთის პასუხი ამაზე რა იყო? მაშინ ყატარის ჭიდაობის ნაკრები იმყოფებოდა მოსკოვში და რუსებმა მძევლად აიყვანეს მთელი ნაკრები და გაცვალეს ტერორისტებში. ამ დროს მომხდარია უკვე ლიტვინენკოს მკვლელობა ლონდონში. ანუ ბევრი სხვა რაღაც კიდე ჩეჩნეთი არ მიხსენებია, ხო ხა ჩეჩნეთს როგორც მოექცა პუტინი, ეს არ იყო უბრალოდ ანტიტერორისტული ოპერაცია, უბრალოდ მიდგა და მიწასთან გაასწორა მთელი ქვეყანა, გენოციდი. 200,000 ადამიანი მოკლა, 250,000 ადამიანი მოკლა ჩეჩნეთში პუტინმა თავისი პრეზიდენტობის პირველ წლებში. და ამ ყველაფერს დასავლეთი არ იმჩნევს. ამ ყველაფერს მერე მოხდა საქართველოს შემოჭრა, რითია საქართველოს შემოჭრა მნიშვნელოვანი განსხვავებით ამ სხვა ეპიზოდებისგან. ეს იყო პირველი შემთხვევა 1979 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ღიად არა პროქსი ძალების მეშვეობით, არამედ ღიად როგორც რუსეთმა დაარტყა სხვა სახელმწიფოს. 1979 წელს ეს იყო ავღანეთი და 30 წლის შემდეგ უკვე შემოვიდა საქართველოში. ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების
მოუმზადებლობა, როგორც ამას ბევრი ამბობს, არავინ დასავლეთში, მათ შორის პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ელოდა, რომ რუსეთი ამ ფორმით გადაწყვეტდა და გაბედავდა ამ ღონისძიების თუ ამ ომის ჩატარებას. ჩვენთან ისიც გაუგებარია მომზადება როგორი შეიძლება ყოფილიყო თეორიულადაც. აბსოლუტურად გეთახმები, ეგეც უნდა მეთქვა, ხო? ხა დღევანდელი ოცნების რიტორიკა და დღევანდელი მათი პროპაგანდა ეფუძნება რას, რომ ომი ვერ აირიდა წინა ხელისუფლებამ. დაიწყეს იმით, რომ ომი დაიწყო. მე რა თქმა უნდა, ომი ვერ აირიდა. იგივეს ამბობენ ზელენსკიზე. კი ბატონო, დავუსვათ ეს კითხვა და დავუსვათ ოცნების მომხრეებს, აი იმ მომხრეებს, რომლებიც როგორც მივარაუდე და დაუშვით შეიძლება იყვნენ არა სუბიექტურად მოტივირებული, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეები, აი როგორ შეიძლება დაიცვა თავი, უბრალოდ როგორ შეიძლება აირიდო თავიდან ის, რომ ვიღაცა ყაჩაღი დაგესხმება თავს. ანუ ყაჩაღია, მას აქვს თავისი მიზნები და შენ ხარ შენთვის, არაფერს არ უშავებ არავის, ხო? როგორ შეიძლება აირიდო ამისგან თავი? და მეორე ჩაისახლოს სახლში სანამ არ გაგაგდებს და თუ გაგაგდებს, წახვიდე მშვიდობა. ანუ ამ ყველაფრის გამოცდილებით ზაზა დღეს თუ აღიქვამს ევროკავშირი საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებრივ რეალობას საკმარისად, რის გამოც მისი ძალისხმევა, აი როგორ შეაფასებ, ანუ მე მაგალითად არ ვიცი რამდენად სწორად, მაგრამ მაგ შეხედულება რომ იგივე სანქციების თემა უნდა იყოს კომპლექსური, ძალიან ფართოდ გაშლილი, იმიტომ რომ აი ესეთი ფრაგმენტული სანქციები საბოლოო ჯამში უფრო პოლიტიკური ტონია, ვიდრე ფაქტობრივი ზეგავლენა და არაფერს არ აძლევს. სიტყვაზე ივანიშვილი ისედაც სულ ერთ ორ ქვეყანაში მიდის და გასულა ცელი წლების განმავლობაში, რომ იყო ერთ ორ გარაც ვიცი, მაგრამ და სხვა დანარჩენსაც, ანუ და აი თუ კი მე ვთვლი რომ ეს თუ სანქციებას იღებ როგორც ზეგავლენის ერთ-ერთ ხერხს, უნდა იყოს ფართო, კომპლექსური, მთელი სახელმწიფო ვერტიკალი უნდა იყოს ჩამჯდარი თავიდან ბოლომდე. დღეს ანუ მოცემულობა უკვე ისეა, რომ აი ხედავთ რაც არის, დარბევები, მუდმივი ჟლეტვა, კიდევ და უფრო მძიმე და მძიმე ხდება, თან სახელმწიფო ხელი ერთი ტონალობისაც არ არის და ევროკავშირის სიტყვიერად მაქსიმალურს გამოხატავს, ცალკეულ ფრაგმენტულ მცდელობებიც გააჩნია. მაინც აღიქვამს თუ არა საკმარისად და რა არის საჭირო იმისათვის, რომ შიდა წინააღმდეგობა გაძლიერდეს იმითი, რომ საქართველოს დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნდეს, საგარეო ორიენტირებზე ხმას არ უღებ. უბრალოდ დემოკრატიულ ჩარჩოებში დაბრუნდეს. პრინციპში ერთი მეროსთან არის პირდაპირ დაკავშირებული, ანუ საგარეო ორიენტირები და დემოკრატიული ჩარჩო, მე მგონი ერთმანეთზე არის პირდაპირ მიმული, შეუძლებელია რომ საგარეო ორიენტირი დავაბრუნოთ და ეს დემოკრატიის გარეშე იყოს და პირიქით. რაც შეეხება ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ამ ეტაპზე მზაობას, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, დავიწყოთ იმით, რომ როგორც იქნა ევროპის კავშირში აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება იმისა თუ რაც ხდება საქართველოში. ხო, ამაში გაგვიმართლა, იმიტომ რომ ახალ ევროკომისიაში გაცილებით უკეთესად იცნობენ ჩვენ რეგიონს ვიდრე წინაში. ბორელის ასოთ კაია კალასი, კუბილიუსი, თავდაცვის კომისრად ეს ყველაფერი მე მგონი მიეუთითებს იმაზე, რომ ცოტა, კი. უფრო პოლიტიკურ დონეზე გაიაზრეს რა ხდება აქ. კი ბატონო, და ჩემთვის პირადად რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გერმანიის წარმომადგენლების როლი და რიტორიკა ამ ყველაფერში ვინაიდან გერმანია ვისაუბრეთ ხო ამ წლების მანძილზე თუ აფიქსირებ ქართული ოცნება როგორ ამბობდა რომ აი ტრამპი მოვა და ყველაფერი კარგად იქნება და გერმანიის მთავრობაზე კრინც არ ძრავენ იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან რომ CDU-ს ახალი მთავრობა იქნება გაცილებით უფრო კრიტიკულად განწყობილი ვიდრე შორციც და თუ გახსოვთ ნამდვილად თავიდან ოცნების პირველი წლების განმავლობაში მათ გერმანიას წარმოაჩენდა როგორც საგარეო პოლიტიკურ წარმატების მოდელს ვინაიდან მაშინ გერმანია რეალურად იყო რუსეთს მიმართ უაღრესად ლოიალურად განწყობილი და შესაბამისად ოცნებასაც თავზე ხელს უსვამდნენ. ეხლა ეს გაქრა და ჩემთვის როგორც საქართველოს მოქალაქისთვის აი დიდი ბედნიერების და სიხარულის მომტანია ის რიტორიკა და სიტყვების მნიშვნელობა არის ისტორიული. ანუ ძალიან დიდი გადამწყვეტი და საკვანძო მნიშვნელობა აი ამ სიტყვებს. როდესაც იგივე ფონ დერ ლაიენი ამბობს რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე. ეს არის ჩვენთვის აღიარება იმისა, რასაც 1000 წლეული ველთვოდით პრაქტიკულად, ხო? როდესაც მიხაილ როთი ამბობს რომ ევროპის ბედი თბილისში წყდება, რომ თბილისი არის ევროპის დედაქალაქი. ეს სიტყვები უბრალო სიტყვები არ არის, ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს მომავალ პოლიტიკურ კუთვნილებას, ჩვენ მომავალ პოლიტიკურ უსაფრთხოებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას. ოზაზა, ეგ რომ მოხდეს ქართული ოცნების ხელისუფლებას პირობებში წარმოუდგენელია. ცალსახად წარმოუდგენელია, ვინაიდან ქართული ოცნების ხელისუფლება არის უკვე დღეს ღიად ამაზე კონსენსუსში შედგა, ეს არის რუსული ჰიბრიდული ძალა, რომელიც საქართველოს, ანუ რომლის მიზანიც არის, რომ საქართველოს მოწყვიტოს აი ამ ორბიტას და დააბრუნოს რუსულ სივრცეში. დღეს რეალურად უკვე ვიმყოფებით რუსულ სივრცეში. კრასნოდარიზაციას ვეძახი პირადად მე. კი ბატონო. ეს ჯერ კიდევ რუსეთის მხარეა, მაგრამ ეგრეთ წოდებულ აფხაზეთთან ახლომდებარეა.
აბსოლუტურად განუვითარებელი თავისი ყველაფრით და ფაქტებია სახელმწიფოს ერთ-ერთი სახელმწიფო მხარდამჭერიც ვერ შეგედავება რომ აი ბატონო რა უშლის ხელს რომ აფხაზეთი აყვავს ხო ცნობს სახელმწიფო და ხედავთ ჩვენ რა მდგომარეობაა ჩრდილო კავკასიაში ცხოვრების ხარისხის მიხედვით შიდა ქართლის სამაჩაბლოს მხარეში და აფხაზეთში ანუ ძალიან მარტივი და მათ შორის უკრაინის იმ ტერიტორიებზე სადაც რუსეთმა ინტერვენცია მოახერხა ისიც როგორ ცხოვრობდა რა მდგომარეობით. ანუ ამაზე მარტივ ინდიკატორი რეფერირება და მე ვეძახομαι ამას აი კრასნოდარიზაცია, რომელიც თან თითქოს შენ რაღაც ავტონომიურობას გინარჩუნებს იმიტაციურს, მაგრამ სინამდვილეში თავიდან ბოლომდე განადგურებული აქვს. ხო, რაც შეეხება სანქციებს, ამას რო დაუბრუნდეთ, ევროპის კავშირის ბუნებრივი შეზღუდვები აქვს სანქციებთან დაკავშირებით და ეს ყველასთვის ცნობილია, თუმცა გადავიდნენ ინდივიდუალურ ქმედებებზე, რაც სამწუხაროდ რეალურ დისკომფორტს არ უქმნის რეჟიმს. ხოლო ამერიკის შემთხვევაში, რომელსაც ესეთი შეზღუდვები არ ქონია, მათ შეეძლოთ სანქციების დაწესება დიდი ხნის წინ, მე ვიტყოდი, რომ სანქციებმა დაიგვიანა. სანქციებს შეიძლება ქონდეს ორი ტიპის დატვირთვა. პირველი არის პრევენციული, მეორე არის სადამსჯელო. პრევენციული ფუნქცია სანქციებმა უკვე დიდი ხანია დაკარგა, მათ შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ 22 წლიდან მოყოლებული ჯერ კიდევ, მერე 23 წლის დასაწყისში, როდესაც პირველად მოახერხა და გადაწყვიტა ოცნებამ რუსული კანონის შემოტანა, მათ ეს არ გაუკეთებიათ, აი მაშინაც კი როდესაც უკვე 24-ის გაზაფხულის ბოლოს ოცნებამ ეს რუსული კანონი მიიღო და თავპირი დაამტვრია ყველა მოწინააღმდეგეს, დღეს სანქციებს აღარ აქვს არანაირი პრევენციული ფუნქცია, ანუ ის ვერ გამოიწვევს ვერც ხელისუფლების ცვლილებას და ვერც ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას. რეჟიმის ამ შემთხვევაში ხელისუფლება არ უნდა ვახსენოთ, ვინაიდან ესენი არიან უზურპატორი, de facto, ხუნტა ფაქტიურად. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგს მოიტანს სადამსჯელო სანქციები, აგერ პოლიტიკაში და ისტორიაში გაცნობიერებული ადამიანები შეხვდათ აქ და შეგვიძლია გავიხსენოთ ჩრდილო კორეა, კუბა და ნებისმიერ რუსეთი თუნდაც მე რასაც უყურებ ევროკავშირი მაინც რაღაც პოლემენტებს ებღავჭება, იმიტომ რომ ფორმალურად საქართველოს ჩატარებული არჩევნები აქვს საკითხი ლეგიტიმაციის დატოვებული ღიად, ანუ არც არალეგიტიმურ აცნეს ოფიციალურად, იმიტომ რომ გამოძიებას თხოვენ, არც ლეგიტიმურად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს ორაზროვნება აქაც პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ აი საკითხის ღია დატოვება, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ერთი მხრივ ისინი ოცნების წარმომადგენლებს ეძახიან ოცნებას, ისინი არ ეძახიან რომ ხელისუფლებას ხვდებით, თუ ხვდებიან, ან როცა მოიხსენიება განცხადებებში, მაშინაც კი, მეორე მხრივ ისინი ამზადებიან იმისთვის და ამზადებენ იმ სცენარებს, დაუშვათ, როდესაც ოფიციალურად უკვე არალეგიტიმურად ცნობენ აი ამ რეჟიმს, რა უნდა მოხდეს ამ ვითარებაში და ამ თვალსაზრისით საქართველოდანაც უნდა მივეშველოთ. სანქციებზე ვთქვით და ვისაუბრეთ, რა რჩება. რჩება ძალიან კონკრეტული, პრაქტიკული ცივი ომის ტიპის ბრძოლა ადგილზე. განცხადებები არაფერს არ ცვლის, განცხადებები მუქარა რომ სანქციებს დაგიწესებთ, უკვე კომიკურია და ძალიან მწყინს, როდესაც ვხედავ აი ამ ოცნების რომელიმე მოლაპარაკე თავს, როდესაც ისინი დასცინიან ამერიკას მუხარის პასუხად. და რომ დავასრულოთ, ანუ ჩვენთან მიდის დღეს ორი სამყაროს ბრძოლა, ცივი ომის სტილში. ეს არის რუსეთი, სიბნელე, ავტორიტარიზმი, ანტიჰუმანიზმი და დასავლური სამყაროს ბრძოლა. ეს დასავლური სამყარო რო პრობლემურია, იქ თავისი შიდა პრობლემები რო არის, ხო? ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ ამ ორ სამყაროს შორის რომელი უნდა აირჩიოს ნებისმიერმა თავმოყვარეზეც არ არის ნებისმიერ ადამიანმა, რომელსაც უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს, ძალიან საფუძვლისეული, ამაზე საერთოდ საუბარიც კი შეუძლებელია, ხო? ერთხელ ეს არის თავისუფლება და ამ თავისუფლებას როგორც გინდა ისე მოიხმარ, იქნება ბევრი გამოწვევა, იქნება ბევრი იდიოტი, ბევრი მოძალადე და ასე შემდეგ, მაგრამ შენ გექნება საშუალება, ინსტიტუტები იმისთვის, რომ შენი ინტერესები გაატარო, შენ მიაღწიო წარმატებას და ასე შემდეგ. მეორე მხარეს არის ვერტიკალი, რომელშიც მეფობს სიბნელე, კორუფცია, ძალადობა, უსამართლობა, სისხლი და ასე შემდეგ. ხო, აქ საუბარი არის ამაზე. ეს ბრძოლა გვაქვს დღეს ჩვენ საქართველოში მოსაგები და ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, რომ ამ ბრძოლაში რუსეთი ჩართულია მთელი თავისი რესურსით, სპეცსამსახურებით, ფინანსებით, კონკრეტული ადამიანებით, რომლებიც საქართველოში არიან და ძალიან დიდ სამუშაოს წევენ ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ და მეორე მხარეს დღემდე სამწუხაროდ არის მხოლოდ აი ეს იდეალისტი ქართული საზოგადოება და ახალგაზრდები, რომლებსაც მეტი არაფერი
გააჩნია თუ არა აი ეს შემართება და თავდადება, რომელსაც ჩვენ უყურებთ უკვე ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული დახმარება და ეს დახმარება მიმეორებ არ უნდა იყოს მხოლოდ განცხადებები. იმედი მაქვს რომ გავიმარჯვებთ და რაც თავარია სხვა გზა სხვა ხსნა როგორც იმ ლექსში არ გაგვაჩნია. სანამ გადაცემა გავა უკვე მედია საშუალებებით სოციმედიაში, მედია იქამდე კიდევ ამ 2-3 დღეში რაღაცები სასკეთოდ შეიძლება. თქვენ უყურებდით პლატფორმას, რომელსაც წარმოიდგენდათ ის არის, ჩვენ სტუმარი იყო ზაზა ბიბილაშვილი, ხოლო საუბარი მიყვავდა გიორგი მილაშვილთან. არჩილ გამზარდიას. შეხვედრამდე.